ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ. მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს. თუ არის ნებადართული კაცისათვის, გაუშვას ცოლი ყოველგვარი მიზეზი. ხოლო მან უთხრა პასუხად. ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისე. და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ. უთხრეს მას. აბა მოსემ რაღაცომ დადო მცნებად, გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება. უთხრა მათ. მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება. დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს. უთხრეს მას მოწაფეებმა. თუ კი ასეთი მიზეზი აქვს კაცს ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი. უთხრა მათ. ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად. და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი სათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს. მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის. მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. ხოლო იესომ უთხრა. გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად. ვინაიდან მაგათნაირებისაა სათა სასუფეველი. დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.